ყოლია მეც და ჩემს კოლეგებსაც კი არ გავა წლები რომ ზოგადად პერიფერიული საქართველოს ნაწილიდან და მგონი როგორც ლეუის ნახარში კი აი დაახლოებით ესეთი სენია კი და ძალიან გაგიკვირდება ზოგჯერ მე ახალგაზრდა გოგონები არიან ძირითადად მე მშობელიც მოყვება ძალიან ნერვიულობს გეუბნება ხოლმე ამას უშლიდი მე მაგრამ მაინც გაუკეთა ჩემმა მეზობელმა გაუკეთა ჩემს რაიონში ბოლოსაც მახსენდება ერთ-ერთი ქართლიდან იყვნენ ისინი და აი ძალიან განცდებში იყვნენ თუმცა რაღაცა თვალსაზრისით ესეთი აგრესიული მკურნალობის გამოწერა გჭირდება ჰორმონალური თერაპია ძირითადად რომ შეშუპება რაღაცა ნელა ასე ვთქვათ ძალიან ასე ვთქვათ სწრაფი კლინიკური ეფექტი არ მიიღწევა არც ერთი სამკურნალო საშუალებით ძალიან რთულად სამართავია ამიტომ ბუნებრივია ახლა იმ კონკრეტულ ადამიანებს ვაფრთხილებთ რომ მეტი არასოდეს არ გააკეთონ მსგავსი რამ თუ ამის სურვილი გაუჩნდებათ მაგრამ აი როგორც ლეღვის ნახარში ახსენეთ თქვენ საზოგადოებასაც უნდა უთხრათ რომ მსგავსი ტიპის პროცედურების გაკეთება ეხა მგონია აი მე ეს საჭიროა აუცილებლად რომ თქვენ სპეციალისტები ექიმები რომ ხშირად რომ ამას ამბობდეთ საუბრობდეთ რომ ხშირად რომ ესმოდეთ რომ არ შეიძლება იმიტომ რომ ძალიან სასაცილოდ მიაჩნიათ და ძალიან ისე იოლად უყურებენ ყოველივე ამას. ხო ჩვენ მქონდა რამოდენიმე შემთხვევა, ორი შემთხვევა იყოს რამოდენიმე თვის წინ, რაღაცა ვეტერინარიაში გამოყენებადი პრეპარატი, რომელიც ქალბატონებს ძალიან რესპექტაბელურ ქალბატონებს ჰქონდათ. ნუ არ ვიცი, ურჩია ვიღაცა. მთელი სახეზე იყო პროცედურა ჩატარებული. ნუ ახლა გესმის ახლა ეს საშინელება ვერ აგიხსერთ მათი სახის დეფორმაციის მასშტაბს, მათი შეშუპების მასშტაბს. და ალბათ ეს როგორ შეიძლება ეს სპეციალისტები როგორ რისკავენ ასე წარმოვადგენინეთ პრეპარატი, რომლის სახელსაც ახლა არ ვიტყვით, მხოლოდ და მხოლოდ არის ვეტერინარიაში დაშვებული რაღაც თავისი დანიშნულება აქვს ცხოველების მკურნალობაში. და ალბათ წამყვანი ცენტრი აკეთებდა ამას. ქალაქში ერთ-ერთი ასე ვთქვათ, არც თუ ისე ხელწამოსაკრავი ადამიანი. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები არ უყოფნის. თუმცა უნდა ვთქვათ კიდევ ერთხელ მაინც ამ ნაწილს რომ შევეხო, რომ ესთეტიური ამ პროცედურების ნორმალურად და სოფლიოში რაც მიღებულია ამ ნივთიერებების სტანდარტები დაცვის შემთხვევაში ესეთი სერიოზული ალერგიული რეაქციები მინიმალურია, ამით არ უნდა შეშინდნენ ახლა ჩვენი მსმენელები. ძალიან იშვიათია, ესე ფასდება.